მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებთ მესამე ენერგიის შესახებ. ისინი ვინც ხართ დაბადებულები 3 რიცხვში 30 ან მარტის თვეში, მაშინ ეს ვიდეო გეწყნებათ თქვენ. არასკროლოთ, უყურეთ ბოლომდე. მესამე ენერგიის დადებითი თვისებები. სამყაროში მესამე ენერგია გამოვლენილია როგორც ქალური ენერგია, გამრავლების, ნაყოფიერების, მატერიალური კეთილდღეობის და წარმატების სიუქვის სილამაზის ენერგიად. ისინი ვინც ხართ 3-ში 30-ში და მარტის თვეში დაბადებულები, ქალბატონის გულისხმობ ამ შემთხვევაში ძალიან გაგიმართლათ, რადგანაც თქვენში დაბადებიდანვე ბუნებრივად დევს ეს უნიკალური ენერგია. ასევე ხშირ შემთხვევაში მესამე ენერგიის ქალბატონები თავს გრძნობენ როგორც დედოფლებად, იმპერატრიცებად და მე მინდა სამყაროში ყველა ქალბატონს უსურვო, რომ იყავით დედოფლები, იყავით იმპერატრიცები და იყავით უბრალოდ ბედნიერები. თქვენ ძალიან ლამაზები ხართ, დაიჯერეთ თქვენი თავის, იფრწყინეთ და გისურვებთ მთელი გულით ყველაფერს საუკეთესოს. ახლა კი გავაგრძელოთ მესამე ენერგიაზე. საუბარი ისინი არიან ძალიან კარგი დედები, მეუღლეები, ზრუნავენ ყველაზე, შეუძლიათ მოაწყონ სახლი ძალიან ჰარმონიულად, კომფორტულად, შექმნან რაღაც ისეთი განსაკუთრებული სილამაზე, მათ აქვთ შინაგანი რაღაც უფრო სხვანაირი სინაზე და უფრო მეტად ქალურები არიან, ვიდრე სხვა რიცხვებში დაბადებული ქალბატონები მაგალითად. ასევე ცდილობენ ყოველთვის საზოგადოებაში მიაღწიონ უფრო ესეთ ავტორიტეტულ პოზიციებზე, ისინი არიან ლიდერები, მათ შეუძლიათ მართონ ძალიან თავიანთი ბიზნესი, არა მარტო იყვნენ თქვათ სახლში დიასახლისების საუკეთესოები, არამედ ბიზნეს ვუმენები და მიაღწიონ საზოგადოებაშიც ძალიან დიდ წარმატებას. მამაკაცებო, თქვენ არ დაგწყდეთ გული, რადგანაც 3 რიცხვში და 30-ში ვინც ხართ დაბადებულები, ასევე მარტის თვეში, თქვენ ძალიან გაგიმართლათ, რადგანაც ყველაზე მეტად შეგიძლიათ თქვენ გაუგოთ ქალბატონებს. და ქალბატონებო, ის მამაკაცები, ვინც შეგხვდებათ და არიან 3 რიცხვში დაბადებულები, არ გაუშვათ ხელიდან, რადგანაც მათ ყველაზე კარგად ესმით ქალების. მათ შეუძლიათ სახლში დახმარება, შეუძლიათ მოგცეთ ისეთი რჩევა, რომ ქალბატონებმა მიაღწიონ ძალიან დიდ წარმატებას. ამიტომ ძალიან დასაფასებელია მესამე ენერგია. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის მატერიალური კეთილდღეობის, ანუ ძირითადად მესამე ენერგიის მქონე ადამიანები იზიდავენ და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი მატერიალური კეთილდღეობა დაამყარონ, იყვნენ სტაბილურები და შექმნან არა მარტო საკუთარი თავისთვის ეს მატერიალური კეთილდღეობა, არამედ შემდგომ უკვე თაობაზე გადასაცემად. მესამე ენერგიის ნეგატიური მხარეებია. ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ზეწოლა, კონტროლი, ყველასი და ყველაფრის, ასევე ქედმაღლობა, საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა, მატერიალური ფასეულობების მაღლად აყენება ვიდრე სულიერის, იციან ჩაციკლა, გარეგნობაზე, ფინანსებზე, ან სურვილი ვინმეს დაუფლების, თუნდაც მას ეს არ სურდეს, საკუთარი აზრის სხვებზე მოხველა. კიდევ ხშირ შემთხვევაში აქვთ ხოლმე ქალებთან ცუდი ურთიერთობა, ასევე შეიძლება დედასთან ქონდეთ კონფლიქტები და მამაკაცის დაჯაბნა. ანუ მესამე ენერგიის ქალბატონები, ვინც მინუსში მიდიან, ცდილობენ ხოლმე, რომ საკუთარი მამაკაცები ასე დაიმორჩილონ და მათზე იქონიონ დომინირება. რჩევები და ის ძირითადი საკითხები, რაც უნდა დაამუშავოს მესამე ენერგიამ კარმულად, რათა მინუსიდან გახვიდეთ პლუსში. პირველ რიგში, მოეშვით ზედმეტ კონტროლს ყველაზე და ყველაფერზე. ასევე აკონტროლეთ თქვენი საუბრის ტონი, რომ არ იყოთ მბრძანებლურები. მიიღეთ სხვების აზრიც, ნუ მოახვევთ სხვებს თქვენს აზრს თავზე. ასევე ეცადეთ, რომ დროულად გაუშვათ თქვენი შვილები და მათშიც დაინახოთ უკვე ჩამოყალიბებული ადამიანები. ნუ იქნებით ზედმეტად ყურადღებიანები. ასევე გარდა მატერიალური სამყაროსი, იზრუნეთ აუცილებლად თქვენ სულიერ განვითარებაზე და მიხედეთ თქვენ ქალურობას, გახსენით თქვენში ეს ქალური ენერგია, იზრუნეთ საკუთარ თავზე, იყავით ყოველთვის ლამაზები და გამორჩეულები და რაც მთავარია, თქვენი მამაკაცები, მიეცით თავისუფლება, არ დაჯაბნოთ ისინი, რათა მათაც შეძლონ თავიანთი მამაკაცური ენერგიების გამოვლინება. ქალბატონებო და არა მარტო ქალბატონებო, ყველას გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, მადლობა რომ მიყურეთ. შემდეგი ენერგია კი იქნება უკვე მამაკაცებზე, მეოთხე ენერგია, ან რა თქმა უნდა ქალბატონებზეც, მაგრამ ძირითადად მეოთხე ენერგია არის მამაკაცების ენერგია ამ სამყაროში. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.